გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetX, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება. მშვიდობისა დღეს 4 მარტია 5:05 წუთი, რაც იმას ნიშნავს, რომ BMG TV-ს პირდაპირ ეთერში BMG-სა და გაყიდვების კომპანია პროსპექტის ერთობლივი გადაცემის დრო დგება. სტუდიაში მომდევნო 45 წუთის განმავლობაში ამბებს სექტორში მიმდინარე მთავარი სიახლეების შესახებ გუგა კობახიძე და თათია ჩაფიჩაძე მოგიყვებით. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. მოგესალმებით, მიმდინარე კვირისთვის გადაცემის ანონსს გადავხედოთ. უძრავი ქონების ბაზრის ახალისებისთვის იპოთეკური სესხების რეგულაციები გამარტივდა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით პირველადი შენატანი 15%-დან 10%-მდე, ემიგრანტებისთვის კი 30-დან 20%-მდე მცირდება. რას ითხოვს სექტორი ვითარების გაჯასაღებისთვის და რა რისკებზე საუბრობენ ანალიტიკოსები, დეტალებზე რამოდენიმე წუთში გიორგი ხიშტოვანთან PMC კვლევითი ცენტრის დირექტორთან ერთად ვისაუბრებთ. 29 მარტს სასტუმრო პულმანში Property Exclusive 2025 გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებული კომპანიების სპეცშეთავაზებები. მათ შორის იქნებიან როგორც დეველოპერული, არქიტექტურული და საბროკერო კომპანიები, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებლები, საინჟინრო, გათბობა კონდიცირების მიმართულება. ღონისძიების დეტალებზე გადაცემის მეორე ბლოკში FIABC Georgia's ოპერაციების მთავარი მენეჯერი ელენე ღვინჯილია და ალიანს ჯგუფის PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი მარიამ ანდრიაძე ისაუბრებენ. იქამდე სექტორის მთავარ სიახლეებს გადავხედოთ. 2025 წლის დასაწყისში თბილისში ბინების გაყიდვები და ქირისფასის შემცირდა, ღირებულება კი მცირედით გაიზარდა. TVC კაპიტალის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის იანვრის მიმოხილვის თანახმად, გასულ თვეში თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე აქტივობა შენელდა და გაყიდული ბინების რაოდენობა 2796 იყო, რაც გასული წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6%-ით ნაკლები. ამავე პერიოდში გასაყიდი ფასი გასული თვის მაჩვენებელზე შენარჩუნდა კვადრატულზე $1023, რაც გასული წლის იანვრის ღირებულებას მცირედით 1%-ით აღემატება. 2025 წლის იანვარში გასაქირავებელმა ფასმა წლიურად 12%-იანი შემცირება აჩვენა, ფასი კვადრატულზე $10.7 იყო, ამონაგები კი 9.2%-მდე იყო შემცირებული. მიმოხილვის თანახმად იანვარში 725 ახალი ბინა გაიყიდა, შედეგად წლიური ზრდის ტემპმა 13%-ს მიაღწია. რაც შეეხება ძველ ბინებს, განხორციელებული ტრანზაქციების რაოდენობა 11%-იან კლებას აჩვენებს და 2071 ბინას გაუტოლდა. შედეგად ახალი ბინების წილი ჯამურ გაყიდვებში 26%-მდე გაიზარდა. ახალი ბინების საშუალო გასაყიდი ფასი წლის ჭრილში 2%-იან ზრდას აჩვენებდა, ხოლო ძველი ბინების შემთხვევაში ზრდა 1.2% იყო. ჯამურად გაყიდული ბინების უდიდესი წილი 53%, ისევ და ისევ 50-დან 75 კვადრატულ მეტრამდე ფართობის მქონე ბინებზე მოდის. ამავე მიმოხილვის თანახმად თბილისში ბინების გაყიდვების მეოთხედი დიდ დიღომზე მოდის, 16%-იანი წილით კი მეორე ადგილზე საბურთალოა. ახალი ბინების გაყიდვებში მნიშვნელოვანი წლიური ზრდა დაფიქსირდა ჩუღურეთსა და გლდანში, ძირითადად საბაზო ეფექტის გამო. რაც შეეხება დიდუბესა და ბრწანისის უბნებს, აქ ახალი ბინების თანაბარი წლიური ზრდა დაფიქსირდა. მიუხედავად იმისა, რომ უბნების უმრავლესობაში ძველი ბინების გაყიდვები წლიურ ჭრილში შემცირებულია, ბრწანისში მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება, რაც უმეტესწილად საბაზო ეფექტით იყო განპირობებული. ნათქვამია მიმოხილვაში. TVC კაპიტალის მონაცემებით საცხოვრებელი ბინების ღირებულების მიხედვით იანვარში ყველაზე მაღალი კვადრატული მეტრის საშუალო ფასი დაფიქსირდა მთაწმინდასა და ვაკეში, სადაც ფასი $1800 ფარგლებში მერყეობდა. ორივე უბანში გაყიდული ბინების 60%-ზე მეტი მაღალი საფასო სეგმენტის ბინების კატეგორიას განეკუთვნებოდა. აწარმოებს საქართველოში გამარტივებული შესყიდვის განხორციელების მიზნით შესყიდვების სააგენტოს მიმართავს. საუბარი არაბთა გაერთიანებული საამიროს დეველოპერული და საინვესტიციო კომპანიის Eagle Hills-თან თანამშრომლობის ფარგლებში კრწანისის პარკისა და გონიოს მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესახებ საერთაშორისო და ადგილობრივი საკონსულტაციო იურიდიული და სხვა სახის მომსახურების შესყიდვაზე. შესყიდვის ღირებულება $700,000 და ეს თანხა სააგენტო აწარმოებს საქართველოს ბიუჯეტიდან დაიხარჯება. შესყიდვის დასაბუთებაში ვკითხულობთ, რომ პროექტის მიღებით
ხელი შეეწყობა რამდენიმე მილიარდი ამერიკული დოლარის საინვესტიციო პროექტის განხორციელებას ქვეყანაში. აღნიშნულის ფარგლებში მოხდება ათასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა, ასევე ტურისტული და უძრავი ქონების სექტორების განვითარება. რაც შეეხება ვადებს, ტენდერის აღწერაში კონკრეტული თარიღები მითითებული არ არის და წერია, რომ პროექტის განხორციელება მოხდება ფაზებად და მოიცავს მრავალწლიან პროცესს. დეველოპერული კომპანია MR ჯგუფი საქართველოში 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიციას ჩადებს. MR ჯგუფის შვილობილი დეველოპერული კომპანია MR Property Eagle Hills-თან თანამშრომლობის მემორანდუმი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტის რეზიდენციაში 27 იანვარს გაფორმდა. შეთანხმება საქართველოში 2 მსხვილი დეველოპერული საინვესტიციო პროექტის განვითარებას თბილისსა და გონიოში გულისხმობს. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, ქართული ბანკების მიერ გაცემული იპოთეკური კრედიტების პორტფელი 12 მილიარდ ლარს აღწევს. აქედან 90 დღეზე მეტად ვადაგადაცილებულია 96 მილიონი სესხები, რაც მთლიანი პორტფელის სულ რაღაც 0.8%-ია. შედარებისთვის წინა წელთან მიმართებით ვადაგადაცილების მაჩვენებელი 0.04 მიასედი პროცენტული პუნქტით არის შემცირებული, რაც მთლიანად საცალო სეგმენტის კრედიტების ვადაგადაცილების საშუალო მაჩვენებელზე 1.1%-ზე დაბალია. ბოლო 1 წლის განმავლობაში საქართველოში იპოთეკური კრედიტების პორტფელი 1.3 მილიარდი ლარით გაიზარდა, რაც 12%-იან მატებას შეადგენს. სების თანახმად 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ლარის იპოთეკური სესხების განაკვეთი 11.79%-ია, რაც წლიურად 0.53 მიასედი პროცენტული პუნქტით არის შემცირებული. 2024 წლის გეოლოგიური ბიულეტინის მიხედვით გურიაში 1638 ოჯახი მეწყერ საშიშ და ეროზიულ ზონაში ცხოვრობს. სტიქიური მოვლენების მეტნაკლების საფრთხის ქვეშ მუნიციპალიტეტის 180 დასახლებული პუნქტია მოქცეული. მათ შორის მაღალი საშიშროების რისკის ქვეშ მოქცეულია 79, დაბალი 32 და ძალიან დაბალი 11 ობიექტი. 2025 წლის ბიულეტინი მაისში უნდა განახლდეს. 2024 წლის ბიულეტინში კი აღნიშნულია, რომ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის თხოვნის საფუძველზე შედგა 21 ვიზუალური საინჟინრო გეოლოგიური დასკვნა, სადაც შეფასდა 2603 ოჯახის საკარმიდამო მონაკვეთი და საცხოვრებელი სახლი. აქედან 965 ოჯახზე გაიცა გეოლოგიურად მდგრად ადგილზე გადაყვანის რეკომენდაცია. ბიულეტინის თანახმად დაკვირვების პერიოდში მეწყრული პროცესების განვითარების ყველაზე დაძაბული ტერიტორია ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი იყო, სადაც არსებობდა 123 და გააქტიურდა 50 ახალი მეწყრული კერა. დასავლეთ საქართველოში მოსული დიდთოვლობის შედეგად ეკოლოგები გაზაფხულზე მეწყრული პროცესების გააქტიურებას ელიან. გარემოს დამცველები აცხადებენ, რომ მთავარი რისკ ზონა სწორედ გურიის რეგიონი იქნება. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებებს დროული დეტალური გეგმების მომზადების შემუშავებისკენ მოუწოდებენ და კონკრეტული სოფლებიდან მოსახლეობის ევაკუაციასაც განიხილავენ. 2024 წელს ბათუმში 977 მილიონი დოლარის ღირებულების 15195 ბინა გაიყიდა. აქედან 8608 პირველად, 6597 კი მეორად ბაზარზე რეალიზდა. საინვესტიციო ბანკ გალტენ ტაგარტის ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის 2024 წლის მიმოხილვა გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ 2022-23 წლებში რეკორდულად მაღალი მოთხოვნის შემდეგ უძრავი ქონების ბაზარზე 2024 წელს გაყიდვების ტემპმა იკლო. 8 სისტემურ დეველოპერზე დაყრდნობით გალტი წერს, რომ გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 2024 წელს 42.7%-ით შემცირდა. ამის მიზეზი კი იყო შიდა პოლიტიკური არასტაბილურობა, მიგრანტების გადინება და დროებითი ფაქტორების ამოწურვა, მოკლევადაში დასრულებადი პროექტების შეზღუდული რაოდენობა, პროექტებში, რომლებიც 2025 წელს სრულდება, ბინები თითქმის სრულად გაყიდულია, მაღალი ფასები და მაღალი საპროცენტო განაკვეთები გლობალურად. დეველოპერული კომპანიების გამოკითხვის მიხედვით ადგილობრივი მოსახლეობის წილის კლება ჯამურ გაყიდვებში გაგრძელდა და 2024 წელს 16% შეადგინა. გარდა ამისა, 2023-24 წლებში რუსი მყიდველების წილი 20%-დან 18-მდე შემცირდა. ამასთან რუსეთის მოქალაქეების წილის კლება გაყიდვებში ისრაელის მოქალაქეების წილის ზრდით 7-დან 10%-მდე ზრდით არის განპირობებული და დაკომპენსირებული. გალტენ ტაგარტში განმარტავენ, რომ სამომავლოდ უცხოური მოთხოვნის შენარჩუნებისთვის საჭიროა ქირის შემოსავლიანობა მიმზიდველ დონეზე შენარჩუნდეს, რაც შეეხება მეორად ბაზარს. ამ მიმართულებით რეგისტრირებული ტრანზაქციები 2024 წელს საცხოვრებელი უძრავი ქონების გაყიდვები ბათუმში წლიურად 3.1%-ით შემცირდა და სულ 6587 ბინა შეადგინა.
საინჟინრო კომპანია IME პროექტმა მომსახურების სერვისი გააფართოვა, ამიერიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ სრული პაკეტი, როგორც AutoCAD-ის, ასევე Revit-ის ფორმატში, რაც საინჟინრო პროექტის 3D ვიზუალიზაციის მოდელის შექმნას უზრუნველყოფს. რას თავაზობს კომპანია მომხმარებლებს, დეტალებს სიუჟეტიდან გიყვებით. საპროექტო კომპანია IME პროექტი იმპოსტიმეპის შვილობილი კომპანია, რომელიც სრული საინჟინრო სისტემების პროექტირებას უზრუნველყოფს ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა სახანძრო უსაფრთხოების სისტემები, გათბობა, გაგრილება, ვენტილაცია, კანალიზაციის სისტემები, ელექტროობა და სუსტი დენები. რამდენიმე წლიანი ოპერირების შემდეგ კომპანიამ 2025 წელს რებრენდინგი განახორციელა და ამ დროისთვის დამკვეთებს შესაძლებლობა აქვთ მომსახურების სრული ციკლი მიიღონ, როგორც AutoCAD-ის, ისე Revit-ის ფორმატში. მიმდინარე წლიდან ორგანიზაციაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, შეიცვალა მენეჯმენტი და საპროექტო გუნდი, ასევე დაგვემატა ახალი სერვისი. დამკვეთა ორგანიზაციებს ვთავაზობთ პროექტის მომზადებას როგორც AutoCAD-ში, ასევე Revit მოდელში, რაც შესაძლებლობას გვაძლევს, რომ საინჟინრო კომუნიკაციები დავინახოთ 3D მოდელში. Revit-ის საშუალებით მარტივად აღქმადი არის მთლიანი შენობა და საინჟინრო კომუნიკაციების თანხვედრა არქიტექტურასთან და კონსტრუქციასთან. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ მშენებლობის დაწყებისთანავე ყურადღება მიექცეს ამ საკითხს, რადგან კარგად მომზადებული საინჟინრო პროექტი ამარტივებს საინჟინრო კომუნიკაციების ინსტალაციის და საერთოდ მშენებლობის პროცესს. IME პროექტში ამბობენ, რომ ბოლო რამდენიმე წელია მაღალხარისხიან სერვისებზე მოთხოვნა გაზრდილია. სახანძრო უსაფრთხოების კუთხით შენობა ნაგებობების საიმედო დახჭურვას კი კომპანიები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ. სამუშაოების შესრულების ვადები დამოკიდებული არის, რა თქმა უნდა, პროექტის მოცულობაზე. ამ ეტაპისთვის გამოვყოფ ჩვენს ერთ-ერთ დიდ პროექტს, რომლის პროექტირებას ვასრულებთ Domus Development-ის დაკვეთით და სამუშაოები მთლიანად სრულდება Revit-ის მოდელში, როგორც მექანიკური ასევე ელექტროებისა და სუსტი დენების სამუშაოები. გარდა ამისა, პროექტის მიმდინარეობის ეტაპზე გათვალისწინებული არის საქართველოში არსებული სტანდარტები და დამკვეთის მოთხოვნები, რაც პროექტის ოპტიმიზაციის შესაძლებლობას გვაძლევს. რებრენდინგის ფარგლებში კომპანია მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სპეციალისტების გუნდით დაკომპლექტდა, რომლებიც დამკვეთებისათვის საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მომსახურების გაწევას უზრუნველყოფენ. კომპანიაში აცხადებენ, რომ IME პროექტის მთავარი გამოწვევა საინჟინრო ბაზრის განვითარება და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარებაა. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე უცხოელი სპეციალისტების მიერ, რაც ჩვენთვის ბენეფიტი არის, ვინაიდან ისინი გვიზიარებენ საერთაშორისო გამოცდილებას. როგორც აღნიშნე IME პროექტი იმპოსტი ჰოლდინგში შემავალი კომპანია არის, რაც დამატებითი ბენეფიტი არის ჩვენთვის, ვინაიდან მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ როგორც სამშენებლო, ასევე საპროექტო სერვისი კომპლექსურად, რაც ბევრად ამარტივებს მშენებლობის პროცესს და ვადებს. კომპანიას ამ ეტაპზე 100-მდე დასრულებული პროექტი აქვს. პარტნიორ კომპანიებს შორის არიან ისეთი მსხვილი დამკვეთები, როგორიცაა კრწანისი ვილა რეზიდენსი, აპარ ჯგუფი, არქი ჯგუფი და McDonald's ჯორჯია. IME პროექტში ამბობენ, რომ მიმდინარე წლისთვის მონაცემების გაორმაგებას გეგმავენ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უძრავი ქონების ბაზრის წახალისებისთვის იპოთეკის დაკრედიტების რეგულაციები გაამარტივა. კერძოდ იპოთეკურ სესხში შესაძლებელი ხდება პირველადი შენატანი იყოს ბინის ღირებულების 10%, ხოლო 90% კრედიტი ნაცვლად აქამდე მოქმედი წესისა, რომელიც განსაზღვრავდა, რომ მომხმარებელი ბინის შესაძენად დებდა 15%, ხოლო ბინის ღირებულების 85%-ს ბანკისგან იღებდა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით ეს ზომა მხოლოდ დროებით იმოქმედებს, თუმცა ამ დროისთვის უცნობია თუ რამდენ ხანს გაგრძელდება ის. ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსის დავით უტიაშვილის განცხადებით 2025 წლის იანვარში იპოთეკური დაკრედიტების ტემპი წლიურ 10%-ზე დაბლა ჩამოვიდა, რის საპასუხოდაც ეროვნულმა ბანკმა რეგულაციის შერბილება გადაწყვიტა. სებში ელიან, რომ გადაწყვეტილება იპოთეკურ დაკრედიტებას წაახალისებს. კიდევ ერთი ცვლილებით ასევე მარტივდება ბინების შეძენა ემიგრანტებისთვის, რადგანაც უცხოეთში მიღებული შემოსავლების დადასტურებით გაცემულ იპოთეკებში მინიმალური შენატანი 30%-დან 30%-ის ნაცვლად 20%-მდე მცირდება. როგორ აფასებს ბიზნესი გადაწყვეტილებას ამ თემაზე საქმიანი დილის სტუმარი იყო MK Development Group-ის დამფუძნებელი მალხას კუნელაური. ინტერვიუს მოკლე ამონარიდებს მოусმინოთ და რამოდენიმე წუთში თემაზე ეკონომისტთან ერთად ვისაუბრებთ.
პირველ რიგში შეფასებით დავიწყოთ ცების გადაწყვეტილების შეცვლის თუ არა ეს ყველაფერი რაიმეს უძრავი ქონების ბაზარზე. მოგესალმებით, ათია, მადლობა მოწვევისთვის, მივესალმებ მაყურებელს. Რა თქმა უნდა, ეხლა ეს კონკრეტული გადაწყვეტილება, რომელზედაც თქვენ ისაუბრეთ, არის კარგი, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რომ თანამონაწილეობა იპოთეკური დაკრედიტების დროს მსესხებელს უფრო ნაკლები მოუწევს, ვიდრე დღემდე არსებული რეგულაციით იყო. ეს რა თქმა უნდა კარგია, უბრალოდ ვფიქრობ, რომ ეს უფრო ადრე უნდა გაკეთებულიყო, იმიტომ რომ ბევრი მიზეზებიდან გამომდინარე თქვენ ხედავთ რეალურად ბიზნესი ვერ გამოვიდა აი ამ შოკის მდგომარეობიდან, მათ შორის ქვეყანაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების გამო და დღეს ახლა სტიმულირება თუნდაც ეს 5%-იანი მონაწილეობით, სადღაც მაგალითად ემიგრანტებისთვის 10%-იანი თანამონაწილეობა შეამცირა, ხო? სებმა. მინდა გითხრათ, რომ წამახალისებელი ღონისძიება იქნება ერთმნიშვნელოვნად, მაგრამ რამდენად გამოაფხიზლებს ეს ბაზარს, საკითხავია, იმიტომ რომ ბაზარს თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს, როგორც აქტივაციას, ასევე მის ბაზრის აქტივობის შენელებას და მხოლოდ ეს არ ამგონია იყოს დღეს მიზეზი. თან მნიშვნელოვანი არის ისიც, რომ თქვენ გახსოვთ, რომ ეს სების პოლიტიკა ეგრეთ წოდებული საბანკო რეგულაციების შესახებ ჯერ კიდევ 2019-18 წლებიდან დაიწყო. მე მინდა გითხრათ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ამაში პირადად მეც ვიყავი ჩართული, მონაწილეობდი და იყო არაერთი განხილვა სამთავრობო დონეზე, მათ შორის ფინანსთა მინისტრის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის და ასე შემდეგ მონაწილეობით და დეველოპერების მონაწილეობით. ჩვენ ყველანი დეველოპერები და ბანკები ერთად, მათ შორის ყველაზე დიდი კომერციული ბანკები საქართველოში ერთად აღვნიშნავდით და ეს სტატისტიკური მონაცემებიც არსებობდა, რომ გაპრობლემებული პორტფელები დეველოპერული ან უძრავი ქონების დაკრედიტების პორტფელში არ არსებობდა და იყო ძალიან მცირე და ეს ჭარბვალიანობის საკითხი, რის გამოც რეალურად ცებმა ეს რეგულაციები შემოიღო, რეალურად უფრო სხვა სექტორებთან მიმართებაში შეიძლება ყოფილიყო უფრო აქტუალური, ვიდრე და ჩვენთან მე შემიძლია ვთქვა, რომ როდესაც ეს რეგულაციები დაიწყო და ანუ მინდა მაყურებლისთვის გასაგები რო იყოს, რაზე ვსაუბრობ, რომ ბანკებს დაუწესა მთელი რიგი შეზღუდვები იმისთვის, სებმა რომ დაკრედიტება, ანუ აქ უფრო კარგად შეესწავლათ ადამიანების შემოსავალი, შემდგომ მათი შემოსავლები თანაპროპორციული ყოფილიყო აღებული სესხის და მთელი რიგი ისეთი პროცესები გაუწერა ბანკებს, რის გამოც სესხების აღება ადამიანებმა უბრალოდ ვეღარ შეძლეს. და აი ამ ფონზე ჩვენ კითხვა დავუსვით ესეთი, რომ ანუ რის გამოხდება თავის დროზე 2019 წელს, რის გამოხდება ესეთი რეგულაციების გაკეთება, როდესაც საბანკო სექტორი და დეველოპერული სექტორი ერთმანეთთან ძალიან კარგად თანამშრომლობს. გაყიდვების მაჩვენებელი ამ მიმართულებით არის ძალიან კარგი და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო გაყიდვების თვალსაზრისით 2018 წელი და რატო ვიღებთ ესეთ ექსპერიმენტს, თუმცა მაგაზე მინდა გითხრათ, რომ თვითონ ფინანსთა მინისტრიმაც კი და ამის საჯარო განცხადებები არსებობს, მაშინ ბატონი მაჭავარიანი გახლდათ ფინანსთა მინისტრი, მან აღნიშნა ღიად და თქვა, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ, პირადად მე ვერ ვხედავ როგორც ფინანსთა მინისტრი დეველოპერულ სექტორში ამ საჭიროებას, მაგრამ გადაწყვეტილება და დღეს ახლა ჩვენ ვხედავთ, რომ აი ამან ბევრი პრობლემები შექმნა თავის დროზე, დაკრედიტების ნიშნული დაეცა და ბანკებისთვისაც და მომხმარებლებისთვისაც პრობლემა გახდა იპოთეკური სესხის აღება და დღეს, როდესაც ჩვენ უკვე რაღაც დამატებითი სხვა ფაქტორებიდან გამომდინარე კრიზისში შევედით უძრავი ქონების ბაზარზე, დღეს სტიმულირებისთვის ეს ნაბიჯი გადმოდგა სებმა. ეს ახლა რამდენად იქნება ეფექტური ეს ბაზრის გამოცოცხლებისთვის? ამაზე ალბათ შედეგები გვაჩვენებს. ძიმია მდგომარეობა სექტორში დღეს. მე ვიტყოდი, რომ სექტორში უძრავი ქონების გაყიდვების თვალსაზრისით არც კატასტროფული მდგომარეობა არ არის. მაგრამ ვერც ვიტყოდი, რომ აი საშუალო დონეზე მაინც არსებობს რა. აი სადღაც აი ამ რაღაცა საშუალოსა და ძალიან ქვედა ზღვარს შორის განსაკუთრებით აი თუ მე ვნახე გავეცანი კვლევებს, რომ იანვრის თვეში თბილისში გაყიდვები შარშანდელწლიურ გამაჩვენებელთან 7.5%-ით იყო შემცირებული, ხო? თქვენ წარმოიდგინეთ, თბილისი ყოველთვის დინამიკაში იყო, ესე იგი, ყველაზე მსხვილი ამ მიმართულებით, ესე იგი, აქტივობის თვალსაზრისით ქალაქი და ბუნებრივიც არის, რატომ? იმიტომ რომ ქალაქად ცხოვრება და ქალაქში ბინის შეძენა ყოველთვის უფრო მოთხოვნადი იყო და ყოველთვის უსწრებდა ხოლმე თბილისი, ყველა სხვა და თბილისი და ბათუმი იყო ეს.
და როდესაც თბილისში უკვე ეს მოცემულობა არის, ხო, საცხოვრებელი და უძრავი ქონის გაყიდვის თვალსაზრისით, თქვენ წარმოიდგინეთ, როგორი რთული მდგომარეობა იქნება უკვე რეგიონებში, ტურისტულ სექტორში, რომელიც უკვე არა აუცილებელი საყოფაცხოვრებო საჭიროების ობიექტებია, არამედ ეს ისეთი ობიექტებია, რა დროსაც მეტნაკლებად აწყობილ ქვეყანაში გინდა რომ შეიძინო დასასვენებელი ობიექტი, არ ვიცი, გუდაურში, ბაკურიანში, სადღაც ბათუმში. რასაც ჩვენებს თქვენი მონაცემები ამ ნაწილში რამდენი შემცირებულია გაყიდვა? მე ვფიქრობ, რომ დაახლოებით ვფიქრობ, რომ ალბათ განახევრებული თუ უფრო ნაკლები არა რა. რა გავლენას და რა ეფექტს მოახდენს ეს ყველაფერი 2-3 თვიან პერიოდში? კვლევითი ორგანიზაციები პირად საუბრობენ, რომ ჯერ არ არის ძალიან ძიმე მდგომარეობა, თუმცა თუ კი არ გამოსწორდება ვითარება 2-3 თვეში იგრძნობს სექტორი კრიზისს და აუცილებელი გახდება ჩარევა. ამ კუთხით თქვენი მოლოდინები როგორია და ფიქრობ თუ არა რომ საჭიროა რაიმე ფორმით სახელმწიფოს ჩარევა, როგორც ეს იყო კოვიდის დაწყების პერიოდში? მე ვფიქრობ ესეთ რამეს რა, რომ ანუ ხელოვნური სტიმულირებები კარგია, ოღონდ მიზანმიმართულად და სწორი უნდა იყოს, ჯერ პირველ რიგში დიაგნოზი უნდა იყოს სწორი დასმული, როგორც ნებისმიერი ესე იგი ჯანმრთელობის მდგომარეობის დროს პაციენტისთვის და შემდგომ მე ის ანტიშოკი და ის მოქმედებები, რომელიც ამას გამოიყვან შოკიდან, უნდა იყოს ზუსტად დიაგნოზიდან და სწორი მიმართულებით დასმული. ჩვენ სწორად უნდა შევაფასოთ რა იწვევს ახლა დღეს ამ მდგომარეობას. მე გეუბნებით, ჩემი პირადი შეხედულება არ არის მარტო ეს. მე ვფიქრობ, რომ ქვეყანაში ეს პროცესები მოიწვია ზუსტად იმან რომ ჩვენმა ქვეყანამ და ჩვენმა სახელმწიფომ ევროკავშირთან ურთიერთობაზე თქვა უარი, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის უძრავი ქონების საინვესტიციო ბაზარი აღარ არის ისეთი მომხიბვლელი, როგორიც იყო მანამდე, როგორც უცხოელებისთვის, ასევე მათ შორის რაც უნდა საინტერესო იყო რუსეთის მოქალაქეებისთვისაც, იმიტომ რომ რუსებს თუ რუსეთში უნდა ცხოვრება, რუსეთში იცხოვრებენ, ან საქართველოს რუსეთში არ უნდა. შესაბამისად ყველას ვისაც ფული აქვს, უნდა რომ ნათელ მხარეს დააბანდოს თავის ინვესტიცია. ამიტომ ჩვენი ბუნდოვანება ქმნის აი ამ პრობლემებს ბაზარში და ბაზარზე და მე ვფიქრობ ესეთ რამეს, რომ სწრაფად უნდა დაუბრუნდეს, აი თუ უნდათ რომ რეალურად უძრავი ქონება და ეკონომიკა სწრაფად დარეგულირდეს ჩვენ ქვეყანაში და აღდგეს და დაიწყოს აღდგენითი პროცესები, სწრაფად უნდა მოხდეს ერთი სიტყვით დაალაგება ურთიერთობის სწრაფად ევროკავშირთან, მეორე, სებმა მაქსიმალურად ეხლა ამ სიტუაციაში უნდა გაუქმოს მათ შორის ის რეგულაციები, რომელიც 2019 წელს საქართველოს მთავრობამ მიიღო და უნდა აუცილებლად დაბრუნდეს. პასუხისმგებლობის დაკრედიტებაზე გულისხმობ, იმიტომ რომ კიდევ ვიმეორებ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ამ სექტორში ბანკებს აქვს კონკრეტული მონაცემები, რომელზედაც იმდროინდელი ფინანსთა მინისტრიც გვეთანხმებოდა, რომ არანაირი პრობლემა უძრავი ქონების ბაზარზე იპოთეკური შესხების გაცემის არც ბანკებს, არც მომხმარებლებს, არც დეველოპერებს არ ჰქონიათ გაფუჭებული პორტფელები, ანუ რო ხალხმა ვერ გადაიხადა, იყო თითქმის 0-1% და ყველაფერი კარგად. ამიტომ უნდა დაუბრუნდეთ რეალურად იმ რეგულაციამდე არსებულ პერიოდს და ადამიანების დაკრედიტება უფრო უნდა გავხადოთ მარტივი და არ უნდა დავიწყოთ მათი ასეთი შემოსავლების მკაცრი შესწავლა. რა ხდება უძრავი ქონების ბაზარზე და რამდენად არის რისკები გაზრდილი? ამ თემაზე სასაუბროთ დღეს გადაცემაში PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი გიორგი ხიშტოვანი დავპატიჟოთ და მასთან ერთად ვისაუბრეთ დღემშვიდობისა. გიორგი, მადლობა თქვენი დროისთვის. მოდი პირველ რიგში შეფასებით დავიწყოთ იმ გადაწყვეტილების, რაც ემმა გამოაცხადა, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ რეალურად სექტორში კრიზისია პრობლემაა და ამიტომ რაღაც კუთხით გამარტივდა. მივესალმები მაყურებელს, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი აზრით ეს არის სიგნალი, რომ სექტორის შირდება სტიმულირება. კრიზისი ჩემი აზრით ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, რადგანაც კრიზისი ზე არ მეტყველებს ის ტრანზაქციების რაოდენობა, რასაც სხვადასხვა კვლევითი საკონსულტაციო ჯგუფები აქვეყნებენ. მე უფრო მიუხედავად მათ შორის განსხვავებისა და იმედი მაქვს ამაზე საუბრის დროც გვექნება, მაგრამ ფაქტია, რომ დინამიკაში იანვრის მონაცემებით ბაზარი სტაგნაციაშია, მე ასე ვიტყოდი, შეიძლება საერთო მოცულობა სხვადასხვა შეფასებებით იყოს მცირედით გაზრდილი, მაგრამ ტრანზაქციების რაოდენობა არის ყველა შეფასებით, რაც მე ვნახე, შემცირებული და აქედან გამომდინარე ვიტყოდი, რომ ამ ძალიან ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანი სექტორის, ასე ბჭყალებში ამოსაქაჩად სებმა მიიღო ეს გადაწყვეტილება. ახსნადიც არის თუ შევხედავთ სების მანდატს, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ფინანსური სტაბილურობა უზრუნველყოს ქვეყანაში და მე შევხედავთ უკვე საქართველოში კომერციული ბანკების პორტფელს და ვინახავთ, რომ კომერციული ბანკების სტაბილურობისთვის იპოთეკური ბაზრის სტიმულირება არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი. ერთსაც დავამატებ, უკვე შეიძლება თქვენი მაყურებლისთვის საიდუმლო არ არის, მიუხედავად იმისა, რომ ამაზე ოფიციალურად არ გაცხადებულა, მე რაც ვიცი, მე რა ინფორმაციაც მაქვს,
ან შეაჩერა საერთოდ, ან ძალიან შეამცირა საბანკო სექტორმა სამშენებლო კომპანიების დაფინანსება, შესაბამისად დიდწილად გაყიდვებზეა დამოკიდებული სამშენებლო საქმიანობის გაგრძელება, რაც თავისთავად ფაქტიურად მშენებლებს აუცილებლობის წინაშე აყენებს, რომ ყველაფერი გააკეთონ გაყიდვების სტიმულირებისთვის და სების გადაწყვეტილებაც ჩემი აზრით ამას ემსახურება როგორმე დაიბუსტოს უძრავი ქონების ბაზა. რამდენად მოახდენს რეალურად თქვენი აზრით ეს ცვლილება? ეხლა ნახეთ რა ხდება. დაახლოებით ვსაუბრობთ ჩვენ $4,000-იან სხვაობაზე. ანუ თუ მანამდე მომხმარებელს უხეშად პირველადი შენატალისთვის საშუალო ბინის ღირებულება რო ავიღოთ თბილისში. სჭირდებოდა $12,000, ეხლა დაჭირდება უხეშად $8,000. რამდენად დიდი ბუსტი შეიძლება ამ $4,000-მა მისცეს ბაზარს და ამოისუნთქოს დეველოპერულმა სექტორმა? ჩემი აზრით დიდ სტიმულს ეს არ წარმოადგენს. ჩემი აზრით მომხმარებლების ძირითად სეგმენტებს თუ ჩავშლით, ეს არის როგორც წესი საშუალო ან მაღალშემოსავლიანი სეგმენტი და აქედან გამომდინარე მათი განწყობები დღეს უძრავი ქონების შეძენასთან დაკავშირებით უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე და მათი განწყობების ასე ვთქვათ გაუმჯობესება უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე მცირე ფინანსური ასე ვთქვათ სტიმული. ჩემი გადმოსახედიდან არ მინდა ახლა პოლიტიკურ თემებში გადავიდე ნამდვილად, მაგრამ ქვეყანაში ესეთი პოლიტიკური კრიზისი რომელიც გვაქვს, აი სწორედ ამ განწყობებზე შესაძლოა მოქმედებდეს უარყოფითად და დღეს როგორც საქართველოში მცხოვრები საქართველოს მოქალაქისთვის, ასევე ქართველისთვის, რომელიც უცხოეთში საქმიანობს და ამით აფინანსებს თავის ინვესტიციას უძრავ ქონებაში საქართველოში, მათთვის ეს ასე ვთქვათ, მთავარი სტიმული არ იქნება. სხვა თანაბარ პირობებში, რა თქმა უნდა, $4,000 საშუალოდ ეს არის სტიმული, მაგრამ აქ მე მგონია, რომ ამ გარემოებამ, ანუ პრობლემა არის განსხვავებული, უფრო მასშტაბური. პრობლემა არის შემდეგი, რამდენად ფიქრობს დღეს საშუალო კლასის წარმომადგენელი, რომ გრძელვადიანად საქართველოში უძრავის ქონების შეძენა მისთვის არის სწორი ინვესტიცია. ეს არის პრობლემა და როგორც წესი ამ ტიპის სტიმული უფრო პასუხობს რას? როდესაც მაგალითად გვექნებოდა ყისიერი ფასების ზრდა, ისედაც ასე ვთქვათ, ცოცხალ აქტიურ ბაზარზე და ასეთ ზრდას პასუხობს სები, რომ აი ამ ფასების ზრდას გიკომპენსირებ შეღავათებით. ეს ამ ტიპის პრობლემას ეს მოაგვარებდა ჩემი აზრით, მაგრამ აქ ამასთან არ გვაქვს ადგილი, აქ უფრო პრინციპული თემაა. სექტორი საუბრობს, რომ საჭირო 2019 წელს მიღებული ეს პასუხისმგებლიანი დაკრეტების სისტემა შეიცვალოს და ამ მიმართულებით გამარტივდეს, ეს მოახდენდა რეალურად გავლენას გაყიდვებზე. ამ ნაწილში როგორ ფიქრობთ, აქვს თუ არა დღეს მანდატი და შესაძლებლობა ეროვნულ ბანკს, რომ ამ მიმართულებით უფრო მეტად დაბუსტოს გაყიდვები, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხედავთ, რომ ჯერ ესეთი კრიტიკული კლება არ არის გაყიდვებში, ყველა დეველოპერი ცალ-ცალკე საუბრებში ამბობს, რომ მდგომარეობა მძიმდება და ეს 2-3 თვიან პერიოდში ნეგატიურად დაარტყავს ბაზარს. რა არის იცით პირველი, რასაც ამ კონტექსტში ვახსენებ, ხო, აი ნამდვილად რაღაცა ბევრი ეგრეთ წოდებული ინგლისურად ქართულად ესეთი ანეკდოტური მტკიცებულებები გვაქვს, ხედავთ თელ ქალაქში ამ კრანებს სოფლიოში არსებობს კრანების ინდექსი შეიძლება ხსმენიათ კიდევაც, სადაც აფასებენ სამშენებლო საქმიანობის აქტიურობას. მთელი ქალაქი არის სავსე კრანებით და მშენებლობებს ხედავთ შაბათ-კვირასაც კი რომ გრძელდება. ეს ნიშნავს, ეს არის ჩემთვის პირველის ყოვლისა, გარდა რიცხვებისა, ხო? თვალნათელი ნიშანი, რომ ბაზარი არის ძალიან აქტიურ ფაზაში და შესაბამისად მისთვის თუნდაც თათიეს მცირე სტაგნაცია გაყიდვების მნიშვნელოვანი დარტყმა განსაკუთრებით თუ საბანკო სფერო ასე ვთქვათ უკვე არ არის მზად გააგრძელოს დაფინანსება. აქედან გამომდინარე ჩემი მოლოდინი უფრო არის რომ სერიოზული წნეხი, კაი გაგებით განხორციელდება სხვადასხვა სახელმწიფო სააგენტოზე, რომ რაღაცა სხვა ფორმები, სხვა სქემები მომზადდეს, რამაც უნდა წაახალისოს გაყიდვები და ამ ხრივ არ მგონია ადრესატი დღეს, ასე ვთქვათ,
კაი გაგებით ლობისტური საქმიანობის, ლეგალური ლობისტური საქმიანობის იყოს MBG, უფრო მე ვფიქრობ, რომ იმიტომ რომ MBG-ის სხვა მანდატია, ის უფრო აქცევს ყურადღებას ფინანსურმა ინსტიტუტებმა შეინარჩუნოს სტაბილურობა და შესაძლოა ამ კუთხით ის სწორედაც იმოქმედებს იმ პერსპექტივით, რომ ბანკები არ აღმოჩნდნენ დარტყმის ქვეშ თუ ეს ბაზარი გასკდა. და რაც შეეხება უკვე სტიმულებს, მე მგონი უფრო აი ასევე კოვიდის დროს, როდესაც იყო სხვადასხვა საპროცენტო სუბსიდიები, რომელიც იპოთეკის შემთხვევაში დაწესდა თავის დროზე თუ სწორად მახსოვს, ბავშვების გაჩენის პირობით, ასე ვთქვათ, ახლაც შესაძლოა ასეთი სქემები ნახოთ, სადაც სხვადასხვა ჯგუფებს საზოგადოების შეიძლება გასკდეს ეს ბაზარი და აფეთქდეს უახლოეს პერიოდში და საჭიროა დროული რეაგირება თუ ჯერ ამ ზღვარზე არ არის. რა არის, იცით, აი მე ვხედავ რისკებს, გულწრფელად რო ვთქვა და განსაკუთრებით მაფიქრებს, აი რა სხვადასხვა ანგარიშებში ვხედავთ, რომ ერთი მხრივ აშენებული ასე ვთქვათ კორპუსების დიდი ნაწილი გაყიდულია, მაგრამ ვხედავთ ასევე იმას, რომ ინტერესი, ბოლოს კალს ჰქონდა თუ სწორად მახსოვს, ინტერესი ასე ვთქვათ, უფრო არის აშენებულ კორპუსებში და შედარებით სკეპტიკურად აფასებს მომხმარებელი, ასე ვთქვათ, ისეთ მშენებლობებს, რომელიც ჯერ არ დაწყებულა. აი ეს უკვე არის ჩემთვის პირველი სიგნალი იმის, რომ უკვე მომხმარებელიც პოტენციური ინვესტორი ამ შემთხვევაში უძრავ ქონებაში უკვე მასაც შეიძლება გაუჩნდეს ეჭვი, რომ შესაძლოა ის, რა ვიცი, 40 სართულიანი კორპუსი, რომელშიც მე ვყიდულობ ბინას, აშენდება თუ არა. აი ეს თუ გაჩნდათ ათია, რომ რეალურად ერთი მხრივ ესეთი რაღაცა კაპიტალის სიმშიმშილი გაუჩნდა სამშენებლო სექტორს და წვდომა კაპიტალზე შეეზღუდა და ამავდროულად რისი ნიშნებიც არსებობს და მეორე მხრივ მომხმარებელი უკვე დაეჭვდა და დაიწყო ფიქრი, მოდი თუ ვიყიდი აშენებულს, ანუ რაღაც მხრივ გადაავადა თავისი ინვესტიცია და თქვა, რომ მირჩევნია ცოტათი ძვირი გადავიხადო აშენებულ კორპუსში, ვიდრე ნაკლები გადავიხადო ისეთში, რომელიც ჯერ არ დაწყებულა ან არის საწყის ეტაპზე. არ ვიღებთ რაც თამაშს, რომელშიც ყველა რაღაცას ელოდება და ამ ლოდინში შეიძლება ბაზარი გასკდეს. შენებების ნაწილში რა რისკს ხედავთ თქვენ? თორემ ძირითადად შენებარე კორპუსები რაც არის თბილისზე მაქვს საუბარი, ზუსტი პროცენტულობა გამიჭირდება, მაგრამ ალბათ 90-ზე მეტი პროცენტი საბანკო სექტორის მიერ არის დაფინანსებული, რაც ერთგვარ გარანტიას, ну ეს არ არის საბანკო გარანტია, მაგრამ ერთგვარად წააგავს გარანტიას. არის იცით, ამას ჭირდება უფრო დეტალური ანალიზი. ჩემი აზრით, სამწუხაროდ ჩვენ ისეთი დეტალური ინფორმაცია ფინანსურ სტაბილურობაზე და იმ ბუფერებზე, რაც სამშენებლო კომპანიებს გააჩნიათ, თუ გააჩნიათ, არ გვაქვს. ანუ თავარი კითხვა დღეს, რაც ანალიზისთვის იქნებოდა მნიშვნელოვანი, არის რამდენად კაპიტალით უზრუნველყოფილი არის სამშენებლო სექტორი, საკუთარი კაპიტალით, იმისთვის რომ მოახერხოს იმ შენებლობების დასრულება, რომელიც დაწყებული აქვს. თუ ეს ასეა, მაშინ რისკები მცირე არის და ამის დადასტურება ის იქნება, რომ მიუხედავად შეჩერებული ან შენელებული უფრო გაყიდვებისა, დავინახავთ, რომ შენებლობები გრძელდება და სრულდება. ეს იქნება კარგი სცენარი. თუ აღმოჩნდა, რომ ეს ასე არ არის და თუ აღმოჩნდა, რომ კი, რა თქმა უნდა, მეც აი რეკლამების დონეზე ვიცით, რომ აი მშენებლობა 100%-ით დაფინანსებულია. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში გეთანხმებით, რომ გარანტირებულია რაღაც, იმიტომ რომ გჯერა და მე მჯერა, რომ საბანკო სექტორს აქვს ამის რესურსი, რომ ეს მშენებლობა დასრულდება. მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, შეიძლება თქვენ ჩემზე კარგად იცით, რომ ყველა მშენებლობა თბილისში და ბათუმში არის 100%-ით უზრუნველყოფილი. ვეჭვობ, რომ ესე არ იქნება. და შესაბამისად, თუ ეს ასეა, რა თქმა უნდა, მშენებლების უკვე რისკის ქვეშ არიან და აქ უკვე განსაკუთრებულად სენსიტიურ ბაზართან, ახლა თქვენ ჩემზე კარგად იცით, სენსიტიურ ბაზარზე ვსაუბრობ და თუნდაც ერთი მსხვილი სამშენებლო კომპანიის ჭყალებში გაკოტრება, არა ჭყალებში ისე გაკოტრება, იქნება ძალიან დიდი დარტყმა სექტორზე. შეიძლება ერთი კომპანიის გაკოტრება მეს გამოიწვიოს და ჩვენ მაქვს მაგალითები, როგორ ფეთქდება უძრავის ქონების ბაზარი ერთი კომპანიის ყველაზე სუსტი რგოლის გაკოტრების შემთხვევაში. ამიტომაც აქ
გამოწვევას ვხედავ იმაში, რომ რეალურად რო შევხედოთ, ვინ არეგულირებს ამას, ვინ უყურებს ამას, ვინ ცდილობს ამაზე, ასე ვთქვათ, აზრის გაჩენას და ზედამხედველობას, რეალურად არც არავინ, ერთადერთი ეროვნული ბანკი თავის მანდატით ცდილობს ამ საკითხის მოწესრიგებას, ოღონდ აქ წმინდად უყურებს ფინანსურ სექტორს, რამაც შეიძლება კიდევ უარყოფითი შედეგიც მოიტანოს დათი, იმიტომ რომ თუ მაგალითად ეროვნულმა ბანკმა შეუზღუდა ფინანსურ სექტორს დაკრედიტება სამშენებლო სექტორის, თქვა რომ მაღალ რისკიანია, ამან პირიქით შეიძლება უკვე ეფექტი მოიტანოს. ანუ შეუნარჩუნოს საფინანსო სექტორს სტაბილურობა სამშენებლო სექტორის გაკოტრების ხარჯზე, რაც ასევე ტრაგედია იქნება. დიდი მადლობა კომენტარებისთვის. გიორგი ხიშტოვანი, PMC კვლევითი ცენტრის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი. სარეკლამო პაუზის დროა გადაცემაში, რამოდენიმე წუთში დავბრუნდებით. დავბრუნდით პირდაპირ ეთერში BMG TV-ზე 4 მარტის უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვებას ვაგრძელებთ. ამჯერად 29 მარტის ღონისძიებაზე Property Exclusive 2025-ზე უნდა გიამბოთ, რომლის ფარგლებში ერთ სივრცეში იქნება წარმოდგენილი უძრავი ქონების და სექტორთან დაკავშირებული კომპანიების სპეცშეთავაზებები. მათ შორის იქნებიან როგორც დეველოპერული, არქიტექტურული და საბროკერო კომპანიები, ასევე სამშენებლო მასალების მწარმოებლები, საინჟინრო გათბობა კონდიცირების მიმართულება. ღონისძიების დეტალებზე გადაცემის მეორე ბლოკში FIAPS Georgia ოპერაციების მთავარი მენეჯერი ელენე ღვინჯილია და ალიანს ჯგუფის PRs და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერს მარიამ ანდრიაძეს მასპინძლობთ. მოგესალმებით მეგობრებო. მადლობა მოწვევისთვის. მადლობა სტუმრობისთვის. ესე იგი დეკემბერში უნდა ყოფილიყო ეს ღონისძიება, როგორც მახსოვს და ნუ რა მოვლენების გამოც გადაიდო, ყველა ვიცით და თუ შეიძლება რომ შევახსენოთ საზოგადოებას რაზეა საუბარი. კი ბატონო, პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ყოველთვის ძალიან მიხარია თქვენთან სტუმრობა და ჩვენი სიახლეების გაზიარება ამ ფორმატში. რაც შეეხება 29 მარტის ღონისძიებას, ნამდვილად დეკემბრის თვეში უნდა ჩატარებულიყო, მაგრამ ეს სხვადასხვა მოვლენებიდან გამომდინარე გადავწყვიტეთ, რომ მარტში გადმოგვეტანა აღნიშნული ღონისძიება. შესაბამისად, შეგახსენებთ და შევახსენებ ვისაც აქვს სურვილი რომ დაგვესწროს აღნიშნულ ღონისძიებაზე, რომ თუ კი დასწრების სურვილი გაქვთ, ყველგან სადაც არის ჩვენი ღონისძიების შესახებ ინფორმაცია, იქ არის სარეგისტრაციო ბმული და გთხოვთ, რადგან დასწრება არის თავისუფალი, მხოლოდ წინაპირობა არის რეგისტრაციის გავლა და ისე შემოგვიერთდეთ. რაც შეეხება მონაწილეობის შემთხვევაში, თუ კი გექნებათ სურვილი, აუცილებელია რომ გვაქვს როგორც მეილი, ასევე სატელეფონო ნომერი მითითებული და გთხოვთ რომ დროულად შეგვეხმიანოთ, რადგან მონაწილეობას როგორც წევრი, ასევე არაწევრი კომპანიების შემთხვევაში აქვს ძალიან სიმბოლური საფასური და შესაბამისად დროულად რომ დაგებრუნდეთ კავშირით, კარგი იქნება თუ კი შეგვეხმიანებით. სულ რამდენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას გამოფენის ნაწილში? დაახლოებით სივრცე რამდენს დაიტევს? კი ბატონო, რაც შეეხება გამოფენის ნაწილში, საკმაოდ ბევრი კომპანია შემოგვიერთდა. ამ ეტაპისთვის მხოლოდ დეველოპერულ კომპანიებზე არ ვსაუბრობთ. თუ კი მონაწილეობის სურვილი ექნებათ, კიდევ ერთხელ ძალიან გულახდილად ვიტყვი, რომ საკმაოდ შეზღუდულია რაოდენობა და გაგვიხარდება თუ კი დროულად დააფიქსირებთ მონაწილეობის სურვილის შესახებ და დაგვიკავშირდებით. აქვე მინდა ინფორმაცია გავაზიარო იმის შესახებ, რომ რადგან აღნიშნული ღონისძიება 29 მარტის ღონისძიება მოიცავს ასევე FIAPS Georgia-ს Get Together შეხვედრასაც, გვექნება სხვადასხვა სახის პრეზენტაციები. FIAPS Georgia-ს ახალი წევრი კომპანიები გაგვიზიარებენ თავისი კომპანიის შესახებ სიახლეებს. ამჟამად ვინც არიან ჩვენი წევრები, ისინი თავისი სურვილისამებრ ადგილობრივ სიახლეებს, რაც ექნებათ გაგვიზიარებენ ასევე. გვექნება თოქების ნაწილი, რითიც დავიწყებთ შეხვედრას. Colliers Georgia-ს წარმომადგენელი გვესაუბრება ასევე 2024 წლის ბაზრის მიმოხილვის შესახებ და ასევე იმ სიახლეებზე და მოლოდინებზე, რაც აქვს 2025 წელს, რომ ვიცოდეთ აღნიშნული მიმართულებით. ასევე მინდა ყურადღება გამომახვილო იმ საკითხზე, რომ აღნიშნული ღონისძიების ინფორმაცია არამხოლოდ ადგილობრივად გაზიარდება, არამედ იქიდან გამომდინარე, რომ FIAPS Georgia არის დიდი FIAPS-ის საერთაშორისო ოჯახის წევრი. შესაბამისად, FIAPS-ის საერთაშორისო ბაზაზეც გაზიარდება აღნიშნული ინფორმაცია და უცხოეთშიც და სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებსაც ექნება შესაძლებლობა გაიცნოს 29 მარტის შესახებ ინფორმაციას. ღონისძიების პარტნიორი და გენერალური სპონსორი ალიანს ჯგუფი და მარიამს მინდა რომ მკითხო, როგორ იქნება წარმოდგენილი, რა ტიპის პროდუქტები იქნება წარმოდგენილი და რა იქნება შეთავაზებები, რაც დახვდებათ მომხმარებლებს. კი ბატონო, სიამოვნებით. მოკლედ, Property Exclusive-ის 2025 წლის ფარგლებში ამ ღონისძიებაზე წინა საავადმყოფო და საგაზაფხულო შეთავაზებები იქნება წარმოდგენილი ალიანს ჯგუფის მხრიდან მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ლოკაციურად დივერსიფიცირებული გვაქვს, ალიანს Entropolis-ი ბათუმი, ალიანს Renaissance-ი ხობულეთი და ალიანს Highline-ი თბილისი. თუმცა გარდა დეველოპერული პროექტების შეთავაზებებისა, ჩვენ ასევე რადგანაც ძალიან
ძალიან მასშტაბური და ესე ვთქვათ, ყველა რგოლის ჩართულობით ხდება ღონისძიების ესე ვთქვათ წარმართვა. ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ ჩვენ ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი სიახლის LI Brokers-ის ესე ვთქვათ, წარმომადგენელიც ყოფილიყო ღონისძიებაზე და არა მარტო საპრეზენტაციო ნაწილში იქნება წარდგენილი ჩვენი სიახლეები ფუნქციონალზე და ასე შემდეგ, არამედ უშუალოდ წარმომადგენელთან ექნებათ მონაწილეებს და ბროკერებს ან საბროკერო კომპანიებს ესე ვთქვათ, საშუალება და შესაძლებლობა, რომ ესე ვთქვათ, პირდაპირ გაიარონ, შეთავაზებები მოისმინონ და ესე ვთქვათ, უკავშირი მიიღონ ამ უმწურავი უშუალოდ კომპანიის წარმომადგენლისგან. რას იკეთების მომტანია ესეთი ღონისძიებები, როგორც მონაწილეებისთვის დამთვალიერებლები დავარქვათ, ასევე მაგალითად თქვენ რა მოლოდინები გაქვთ და სხვა წევრებსაც რა დადებითი. პირველ რიგში ფორმატი არის ძალიან საინტერესო, ანუ B2B და B2C ფორმატების ღონისძიებები ძალიან იშვიათია ჩვენს ბაზარზე და ძალიან კარგია, რომ ესე ვთქვათ, FIAPSI Georgia და Property Georgia ერთგვარ მედიატორობას უწევენ, ესე ვთქვათ, დეველოპერულ კომპანიებს იმისთვის, რომ ბარიერი გაქრეს მომხმარებელსა და კომპანიებს შორის. რაც არის ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყოველთვის რაღაც ტიპის საკომუნიკაციო ბარიერი არსებობს ხოლმე შეთავაზებებზე ან ასე შემდეგ და ასე შემდეგ და რაღაცნაირად ეს ბაზრის მთლიან მოცვას გულისხმობს და ჩვენ ყოველთვის ძალიან ბედნიერები და მოხარულები ვართ, რომ ხელს უწყობთ, ასე ვთქვათ, ბაზრის ფორმირებას და განვითარებას, არა მარტო საღონისძიებო მიმართულებით, არამედ ზოგადადაც, ასე ვთქვათ, ოპერირების მიმართულებითაც. ელენესთან გადავალ მაშინ კითხვით, მთლიანად ფორმატი რამდენ ხნიანია, როდის დაიწყება და როდის სრულდება? კი ბატონო, ვფიქრობთ დაიწყება აღნიშნული ღონისძიება 11 საათზე დილიდან, გაიხსნება კარი და ნებისმიერ დამსწრეს შეიძლება რომ მონაწილეობა მიიღოს და დაგვესწროს. აქვე აღნიშნული ღონისძიება ვფიქრობთ რომ 6 საათისთვის დასრულდება, მაგრამ ამ პერიოდის მანძილზე, როგორც მარიამ აღნიშნა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი რაც არის, ღონისძიება მოიცავს როგორც B2B, ასევე B2C კომუნიკაციის საშუალებას, ამიტომ ნებისმიერ დამსწრე ადამიანს, ვისაც ექნება სურვილი რომ შემოგვიერთდეს, გაგვეხარდება, რადგან შეეძლებათ ნებისმიერი სახის კომუნიკაცია, როგორც მათთვის საინტერესო კომპანიასთან, ასევე მათთვის საინტერესო ნებისმიერ წარმომადგენელ პირთან. მოლოდინები რა არის ასეთი ტიპის ღონისძიებების და ამ შეხვედრის გარასელის FIAPSI Georgia მათ შორის რა შედეგები უნდა მიიღოთ? აღნიშნული ღონისძიებიდან გამომდინარე, იქიდან გამომდინარე, რომ ყველაზე მთავარი მონაწილეობის შემთხვევაში კომპანიებისთვის არის სპეცოფერები, რაც უნდა გაუზიარონ ჩვენ დამსწრე აუდიტორიის წევრებს. ვფიქრობთ, რომ ძალიან საინტერესო ღონისძიება შედგება. ნებისმიერ ადამიანს, ვისაც სურვილი აქვს, რომ დაესწროს ღონისძიებას და დაინტერესებულია ზოგადად უძრავი ქონების მიმართულებით, ან თუ კი დაინტერესებულია ბინის შეძენით, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო ინფორმაცია დახვდებათ ადგილზე და აქვე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ღონისძიების ბოლოს იქნება აუცილებლად გათამაშებების ნაწილის, რითაც ვფიქრობთ, რომ წავახალისებთ დამსწრე აუდიტორიას. მარიამ, ალიანსი რა ტიპის შეთავაზებებით და ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი? ალიანს ჯგუფი იქნება. ეს მხოლოდ იმ დღეს მისული სტუმრებისთვის იქნება თუ რაიმე ფორმატით შეიძლება გაიცნო? ალიანს ჯგუფი იქნება წარმოდგენილი როგორც საგაზაფხულო, ისე წინასააღდგომო შეთავაზებებით მიმდინარე პროექტებზე, რომელიც ბეტონო ჯერჯერობით არ შეგვიძლია, ამიტომ ძალიან გვინდა რომ ღონისძიებაზე მოსულ ადამიანებს, ესე ვთქვათ, იქვე გაუზიაროთ ჩვენი გაყიდვების მენეჯერების საშუალებით, უშუალოდ პროექტები გავაცნოთ საპრეზენტაციო რეჟიმში, რაც იქნება ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო და ესე ვთქვათ, ეფექტური, ამიტომ პირდაპირ შეეძლებათ ინფორმაცია მიიღონ და ასევე კონკრეტულად ღონისძიებისთვის ნამდვილად გვაქვს ასე ვთქვათ სპეციალური შეთავაზება მომზადებული, რომელსაც ნახავენ დამსწრე და აუდიტორიის მონაწილეები. და ბოლოს მინდა კიდევ ერთი კითხვა დავსვა, მაინც რომ ყველასთვის ნათელი იყოს, საუბრობ მონაწილეებზე, დამთვალიერებლებზე უბრალოდ. ეს არის უფასო და უბრალოდ უნდა დარეგისტრირდნენ თუ კიდევ ერთხელ რომ ეს ნაწილი და სად უნდა გააკეთონ რეგისტრაცია? კი ბატონო, ეს კითხვა ხშირად შემოგდის და კარგია, თუ კი კიდევ ერთხელ გავივლით ამ საკითხს. დასწრების შემთხვევაში, დასწრება არის თავისუფალი, უფასო არის. ყველგან სადაც ნახავთ აღნიშნულ ინფორმაციას 29 მარტის ღონისძიების შესახებ, აუცილებლად თან არის დართული სარეგისტრაციო ბმული და გთხოვთ, ვისაც დასწრების სურვილი გაქვთ, მხოლოდ რეგისტრაცია გაიაროთ, რომ გქონდეს ინფორმაცია თქვენ შესახებ, რომ გვესწრებით და შემდეგ უკვე გელოდებით 29 მარტს აღნიშნულ ღონისძიებაზე. საინტერესო შეხვედრა იქნება და მივადევნებთ აუცილებლად თვალყურს და შეთავაზებებით დარწმუნებული ვარ მათთვის, ვინც გიგმავს უძრავი ქონების შეძენას თბილისში თუ ბათუმში იქნება საინტერესო. მადლობა თქვენი დროისთვის და სტუმრობისთვის. ელენე გუნჯილია, FIAPSI Georgia-ს ოპერაციების მთავარი მენეჯერი და მარიამ ანდრიაძე, ალიანს ჯგუფის PR-ისა და სტრატეგიული კომუნიკაციების მენეჯერი სტუმრობდნენ გადაცემაში. მიმდინარე კვირის უძრავი ქონების პროსპექტის გამოშვება ამით დასრულებულია. ტრადიციულად მომდევნო სამშაბათს შევხვდებით პირდაპირ ეთერში, თუმცა იქამდე კვირის ბოლოს ბათუმში შევხვდებით სექტორის წარმომადგენლებს. როგორც ჩვენი მაყურებლისთვის უკვე ცნობილია, სამშენებლო და დეველოპერული სექტორის წარმომადგენლებისთვის ღონისძიება GREMO გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორები BMG და უძრავი ქონების გაყიდვების კომპანია პროსპექტი არიან. შეხვედრა სასტუმრო Courtyard by Marriott-ში 7 მარტს 6:30-დან დაიწყება. GREMO-ს
ფარგლებში აჭარის უძრავი ქონების ბაზარი 2024 წლის შეჯამება და 25-ის პერსპექტივები ამ სახელწოდებით უახლოესი კვლევის შედეგებს დამსწრე აუდიტორიას TBC კაპიტალი წარუდგენს. სამშენებლო და დეველოპერული სექტორის შესახებ პრეზენტაციას გამართავს ასევე ალიანს ჯგუფი. გასულ წელს შეაჯამებს და 2025-ის პროდუქტების პრეზენტაციას წარადგენს TBC ლიზინგი, რის შემდეგაც სექტორის მთავარ მოთამაშეებთან ერთად პანელური დისკუსია გაიმართება. პანელის თემა მიმდინარე წლისთვის უძრავი ქონების და მშენებლობის ინდუსტრიის მთავარი გამოწვევები იქნება. დასკვნით ნაწილში უძრავი ქონების პროსპექტი სექტორის წარმომადგენლებს სხვადასხვა ნომინაციის მიხედვით დააჯილდოებს. კლიმას გენერალური სპონსორია სამშენებლო დეველოპერული კომპანია ალიანს ჯგუფი, ღონისძიების მხარდამჭერი ასევე TBC კაპიტალი და Courtyard by Marriott, ღონისძიების პარტნიორები არიან ELT ჯგუფი, აპარტ ჯგუფი, მეტროპოლი კომპანია, Smarteri, Technogym და TBC ლიზინგი. ასე რომ სტუმრებს და მონაწილეებს გელოდებით კვირის ბოლოს ბათუმში კვლევის შედეგებზე და ბაზრის ტენდენციებზე კი ვისაუბრებთ მომავალ გადაცემაში. მადლობა ყურადღებისთვის. მიმდინარე კვირის გამოშვება ამით დასრულებული. წარმატებულ კვირას გისურვებთ, ნახვამდის. გადაცემის წარმოდგენია ალიანს ჯგუფი. გადაცემის სპონსორია JetXi, უნივერსალური საინჟინრო მომსახურება.